ხომ ცოცხლდება აგერ ქვები წუთის წინ რომ მოკლეს იქნება ამის გამო ჯობდეს სულაც გრძელნარდს მოკლე ამ ცხოვრების ამ თამაშის ამბებს როცა ვყვები მახსენდება ნარდის ქვები და საფლავის ქვები წლებთან ერთად დრომ შემოინახა ნარდის თამაში ოთარ ჭილაძესთან, ჭაბო ამირეჯიბთან, ზაურ ბოლქვაძესთან, რეზო ბოლქვაძესთან ერთად. სია დიდია, თავგადასავლებიც არანაკლები. დღეს ეს ტარიელ ჭანტურიას ლექსებს ეთყობა, გამბედაობა რომ სათქმელი მკითხველამდე კარგი თამაშით მიიდანოს. დღეს ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება იცის ყველა. სიტყვა რომ კარგად უჭრის ეს დრომ და ისტორიამ დაამტკიცა. ერთხელ ნოდორ დუმბაძე ტარიელთან მისულა და უთქვამს, ახალი მოთხრობა დავწერე და სოფლელი ბიჭი დავარქვიო. ქართველმა პოეტმა მეგობრის ნამუშევარი გულმოდგინედ წაიკითხა და ახალი სათაური შესთავაზა. ასე იქცა ტარიელ ჭანტურია, მე ბებია ილიკო და ილარიონის ნათლიად. დასაღვრელის ალბათ აცნეო. პოეტი მაშინ არის ბრწყინვალე, როცა მისი ლექსები ხალხურს უდოლდება. და როდესაც პირველად მოვისმინე ლექსი კონიაკს და ლევ მანგოს წვენს უნდა გაკოცო მაგოცე შენ არ მაკოცებ მე არა მაშინ მე ორჯერ გაკოცებ და მე მგონი ეს ლექსი ყველამ ზებირად იცის იმ წუთიდან აი თავისთავად დამამახსოვრდა ისეთ სფეროებში და ადამიანური გამოცდილების და ცხოვრების ისეთ ნაწილებში დაინახა პოეზიის ადგილი სადაც ის განდევნილი იყო მანამდე და მის ადგილს ვერ ხედავდნენ აი მისი ლექსი მახსენდება, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ ხოლმე, სულ ერთი ხაზია. 10 წელია ვაკვირდები სარეცხის თოკზე, როგორ იზრდება ერთი პერანგი. ეს ყოველდღიურობის ლირიკა შემოიტანა ქართულ პოეზიაში და თქვა, მისი შემოქმედება არის აი ამ ჩემი აზრით აი ამ იდეის ყველაზე მკაფიო განსხეულება და ილუსტრაცია. ტარიელ ჭანტურიას ლექსებზე თითქმის სიმღერა არ არის დაწერილი. ეს იმხელა კომპლიმენტია, რომ იმას ისეთი პოეზია აქვს თვითონ ლექსს, რომ იქ ვერ გაბედეს კომპოზიტორებმა, რომ სხვა მელოდია და სხვა რიტმი ჩაესვათ. ამიტომ ჩემთვის ესეც რაღაცა თამასის გამოხატულება, რომ ტარიელ ჭანტურია ესეთი მიუწვდომელი გაახდა ქართული მუსიკისთვის. სიტყვებმა შექმნეს ისტორია და ლეგენდად ქცეული ფრაზები თაობებს ასე გადაეცემა. შენ უნდა ცისფერღობლებზე იწო. მე შენს მეუღლეს დულში ვიცო. აჰა დამბაშა და თეთრი თოვლი მე შენს მეუღლეს დულში ვიცო. პოეზია შეიძლება იყოს ყველგან. არ არსებობს პოეტური და არაპოეტური ამბები. ეს ტარიელ ჭანტურიას სიტყვებია. ეს არის უდიდესი პოეტი, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან შეიძლება ბატონ ტარიელის იუმორი ხო ცალკე ამბავია, ეს აკადემია იუმორის, მე ესე ვიტყოდი. ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ხუმრობა. პოეზია, თუ გინდაც გაურითმავი, მაგრამ მაინც პოეზია რჩება თავის ესთეტიკით. და რა თქმა უნდა, ის სიღრმისეული ლექსები, რაც ბატონ ტარიელმა აჩუქა თავის ქვეყანას. არც არაფრის თავი მაქვს, არც არაფრის გული. პოკერს ვითამაშებდი, მაგრამ არ მაქვს ფული. სიკვდილი ხომ არ მინდა, ღმერთი, ხატი, რჯული, არც ცოცხლი არ მინდა, ეს დედა მოკლული, სტრიქონები ფიქრებში, გავლებული ხნული, პოეზია ნაგავი, შედევრები ნული, ჩასული ჯობს ნეტა თუ ამოსული სული. აი ხო, ისე მსუბუქად, ისეთ ტრაგიზმს, ისეთი იუმორით ამბობს, რომ აი ეს მარტო ტარიელ ჭანტურიას შეუძლია. ბრწყინვალე ქართველ პოეტს. ტარიელ ჭანტურიას სიტყვა დროს გაუძლებს და ქართული ლიტერატურის ისტორიაში კიდევ მრავალი წელი დარჩება.